რუსთავის სპორტის სასახლე კიდევ ერთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტის შოჰრეი ონოს მასტერკლასისთვის ემზადება. მასტერკლასამდე 2 დღით ადრე იაპონელი სპორტსმენი რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძეს და რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატ ირაკლი შატაკიშვილს შეხვდა. ორგზის ოლიმპიურმა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა რუსთავის სპორტის მუზეუმს ხელმოწერილი კიმანოც დაუტოვა. მასტერკლასი რუსთავის სპორტის სასახლეში 24 მარტს გაიმართება. შოჰრეი ონო საქართველოში ვეტერანი ძიუდოისტების ვარლამ ლიპარტელიანის და ავთანდილ ჭრიკიშვილის მოწვევით ჩამოვიდა. საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს, ვიცი საქართველოს კავშირების შესახებ ძიუდოსთან დიდი ხანია მინდა და საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის საინტერესოა. ძიუდოს ქართული სტილი, ამიტომ ვფიქრობ საინტერესო და ხალისიანი დღე გველოდება. ჩვენი რუსთავის სპორტის სასახლე კიდევ ერთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას უმასპინძლებს. ლეგენდარული ძიუდოისტი ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ჩაუტარებს მასტერკლასს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა მათთვის იქნება კიდევ ძალიან დიდი мотиваცია, რომ გააგრძელონ სპორტული კარიერა. ისეთი ქვეყანა როგორც იაპონია და ისეთი სპორტსმენი როგორც შოჰეი ონოა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ ატარებს სემინარს ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, მაგალითია ის თავის გამორჩეული სტილით, თავისი წარმატებებით, თავისი ტიტულებით.